ცო გეტყვია. გიორგი გილოცავ, აი უყურე როგორ არის. რაღაცის ხალისია ხო ამ ქვეყანაზე, ხო? ახლა ქვეყანა არ დაგვინგრევია, დაბრძანდით. ქვეყანა არ დაგვინგრევია, მაგრამ დღეს პირველი შეხვედრაა ესე, ხო? გუში თქვით, რომ მოდი დღესაც შევიკრიფოთ და ერთმანეთს შევხვდით და სიმბოლურად რაღაც თანხა გავათამაშოთ, ხო? აი ეს არის თქვენი თანხა. ახლა დიდი და პატარა დაიწყებს წერას, რომ თქვი რამდენი თანხაა. დირექტორმა მითხრა თანხა არ უნდა თქვა, იმიტომ რომ ამდენი ფული სადიშოვეო გეტყვიანო და ამიტომ ამას არ ვიტყვი, ხო? აქ იმდენი თანხა არის, ცოტა ხანი გეყოფათ. უყურეთ, მე რასაც გპირდებით კაცურად, რომ ჩვენ უნდა გავიზარდოთ. უფრო მეტი უნდა ვიყოთ და მთელ საქართველოს უნდა მოემსახუროთ სულითა და გულით. ადამიანებს უნდა ვათქმევიოთ, რომ აი ახალგაზრდები შეიკრიბა და თავისი სიტყვა თქვესო. მე მინდა მარიამ, დიდი მადლობა გადაგიხადო ორგანიზებისთვის. ჩემი მარჯვენა ხელი, ჩემი ბუღალტერი დღეს 7 ჯერ ნერვები მომიშალა. დიდი მადლობა მდობისთვის. ეს არის კომპანია, რომელიც არის საერთაშორისო და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ასახელოთ თქვენი კომპანია. მე მინდა კიდევ ერთჯერ მოგილოცოთ ყველა დღესასწაული, რამე დღესასწაული თუ ყოფილა ამ ქვეყანაზე და მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მიუმართო და ვთხოვო, მე ვიცი რას ნიშნავს იურისტი, მე ვიცი რას ნიშნავს ადვოკატი, მე ვიცი რომ ფულის გადახდის შემდეგ ტელეფონს უმრავლეს შემთხვევაში არ იღებენ ადვოკატები. ეს უნდა დაინგრეს. ის ადვოკატები ვითომ რაღაცას აკეთებენ, ნაცნობობა ყავთ, ამდენ ფულს აფასებენ თავიანთ თავს, ეს ხვალიდან დამთავრდება. ვინაიდან ვისაც უნდა რეალურად საქმის გარჩევა, გარკვევა თუ მის საქმის მიყოლა, ეს გოგო ბიჭები არიან და არასდროს იმას არ გააკეთებენ, რისთვისაც დღეს საერთოდ ადვოკატები ახლა ყველაზე არ არის საუბარი, მაგრამ გალანძღულები არიან. ეს არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ზუსტად შევქმენი ახალგაზრდა უძლიერესი გუნდი. გისურვებთ წარმატებას.